დიდი მადლობა, რომ ორივეს მოგვესალმეთ ამ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე. მე ძალიან მიჩვეული ვარ სასკოლო აუდიტორიებს, რადგან 5 წლის განმავლობაში კენიის კოლეჯის დირექტორი ვიყავი, სადაც აფრიკელ მასწავლებლებს ვამზადებდით. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ამგვარ ატმოსფეროში. ნება მომეცით გითხრათ, რომ ჩემს მარჯვნივ მჯდომი ქალბატონი ჩემი მეუღლეა და როცა მე პატიჟებით გეტყვით, რომ ერთის ფასად ორს იღებთ. When you invite me, I tell you you Ასე get რომ, two for the აქ price ვართ. of one. So here we are. ჩვენ ყოველთვის ვიწყებთ ჩვენს მსახურებას წმინდა წერილებიდან გამოცხადებით. რადგან მრავალწლიანი გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ღვთის ძალის სიტუაციაში გამოსაშვებად ერთი ყველაზე ეფექტური გზა მისი სიტყვის გამოცხადებაა. ამიტომ ყოველთვის ასე ვიწყებთ და თქვენ ჩაგვრთავთ ამაში. ასე რომ, იყავით მზად. ჩვენ გამოვაცხადებთ მათეს სახარების 24-14-ს. და მოქადაგებული იქნება ეს სახარება სასუფევის ამ მთელ ქვეყნიერებაზე, რომ დაუმოწმოს ყველა ხალხს. და მაშინ დადგება დასასრული. თქვენ გესმით, რომ დროის დასასრული ვერ დადგება, სანამ არ დავემორჩილებით უფლის ბრძანებას, რომ მისი სახარება ყველა ერთს ხალხს, ტომსა და ენას მიუტანოთ. ჩვენ თითქმის 2000 წელი გავიდა და საქმე ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან. და იესო არ დაბრუნდება, სანამ მის ბრძანებას არ შევასრულებთ. ახლა გვინდა რომ თქვენს თქვათ ჩვენ შემდეგ, ფრაზა. და მოქადაგებული იქნება ეს სახარება სასუფეულის ამ მთელ ქვეყნიერებაზე, რომ დაუმოწმოს ყველა ხალხს. In all the world as a witness და მაშინ დადგება დასასრული. And then the end shall come. Now let's see. ახლა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ყველამ ერთად ვთქვათ, თუ გაგვახსენდება. This gospel of the kingdom. და მოქადაგებული იქნება ეს სახარება სასუფეულის ამ მთელ ქვეყნიერებაზე, რომ დაუმოწმოს ყველა ხალხს. As a witness to all nations. და მაშინ დადგება დასასრული. Amen. ახლა როცა აქ სასაუბროთ დამპატიჟეს, მომს ეს თემა, რომელიც იყო თაობათა სხვაობის გადალახვა. იცით რა იყო ჩემი პასუხი? რა სხვაობა? თქვენ ამას ერთი პერსპექტივიდან უყურებთ. მე კი მეორიდან. მე ვიხსენებ ჩემს 80 წელზე მეტ ცხოვრებას და ჩემთვის თაობებს შორის თითქმის არანაირი სხვაობა არ არსებობს. მე ამას უზარმაზარ აუდიტორიასავით წარმოვიდგენ, სადაც უამრავი ადამიანია. ისინი აუდიტორიის სხვადასხვა სექტორში არიან შეკრებილი. ბავშვები, ახალგაზრდები, მოწიფული მამაკაცები, ხანდაზმული მამაკაცები და შემდეგ ჩემი ასაკის ადამიანები. აუდიტორია ბნელა, მაგრამ არის პროჟექტორი, რომელიც მოძრაობს ადამიანებზე. და გადადის ერთი ჯგუფიდან მეორეზე, ერთი-ორი წამით შუალედში. და დროც ასე გადის. ის ძალიან სწრაფად გადის. და მე არ მჯერა, რომ ძალიან ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ თაობებს შორის სხვაობის ხაზგასმაზე. უფრო მეტად განწყობილი ვარ ხაზი გაუსვა იმ საერთო რაღაცებს, რაც ყველას გვაქვს. და ამიტომ მინდა გესაუბროთ ამ საკითხებზე. ეკლესიასტეს წიგნში თუ იცით სად იპოვოთ და თუ არ იცით მე გეტყვით. მე-11 თავის, მე-10 მუხლის ბოლოს წერია. And the 10th verse, right at the end of the verse, it says, და სიხმაწვილე და სიჭაბუკე ამოვება. Does anyone have the NIV? ვინმეს თუ აქვს აქ NIV, ბიბლიის თარგმანი. What's the word they use? რა სიტყვას იყენებენ იქ ამაოებისთვის? Meaningless. უაზრობა. კარგია. It's not doesn't. ის სრულად არ ასახავს ამას.
has completely changed its ამაოების meaning. მნიშვნელობა მთლიანად People like შეიცვალა. you, it means being proud of your appearance. თქვენთვის მას ნიშნავს In გარეგნობით the time that სიამოვნეს. the Bible was translated, მაგრამ იმ დროს, როდესაც ბიბლია ითარგმნა, ის ნიშნავდა რაღაცას, რაც სარიელია, meaningless, insignificant. უაზრო, უმნიშვნელო. რაც შემეხება მე ეს სიმართლეა. განსხვავებები ბავშვობას, სიღმაწვილეს, მოციქულობასა და სიბერეს შორის მართლაც ძალიან სარიელია. Purity and old age are really very empty. They don't contain ისინი არ the შეიცავენ real ცხოვრების important რეალურ things in მნიშვნელოვან life. ჭეშმარიტებებს. The really important things, especially ნამდვილად in the მნიშვნელოვანი Christian life, რაღაცები, განსაკუთრებით ქრისტიანულ ცხოვრებაში, თანაბრად რეალურია ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ხანდაზმული ადამიანებისთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვისაც I კი. just want to speak about 4 of those things მე მინდა გესაუბროთ 4 which are ასეთ part of the საკითხზე, Christian life. რომლებიც ქრისტიანული ცხოვრების ნაწილია და რომლებიც ისევე რეალურია. ზოგიერთი თქვენგანის ასაკობრივი ჯგუფისთვის, როგორც ჩემი ასაკობრივი ჯგუფისთვის. The first thing I want to პირველი speak რამ, about რაზეც is მინდა loyalty. ვისაუბრო, არის ერთგულება. Now that's not a very ეს არ არის ძალიან religious რელიგიური word. სიტყვა. It's not often used. ის ხშირად არ გამოიყენება, მაგრამ ეს ძალიან ბიბლიური კონცეფტია. What we ის, call რასაც ჩვენ faith რწმენას უწოდებთ, ზოგიერთ is შემთხვევაში sometimes უკეთესად better აღიქმება translated როგორც ერთგულება. loyalty. Are you coming to talk to me? Is it working? You're all set. Thank you. Can you hear me now? Praise the Lord. All right. I was saying that what we call faith, in some ways, is როგორც better ძველი აღთქმის understood as ებრაულში, loyalty. ასევე ახალი აღთქმის ბერძნულში, In both რწმენი სიტყვა the Hebrew of ერთგულებასაც the Old ნიშნავს. Testament and the Greek of the New, the word for faith also means faithfulness. There's no მათ distinction. შორის არანაირი განსხვავება არ So you არის. cannot be a person of ასე faith რომ თქვენ without ვერ being a იქნებით faithful რწმენის person. ადამიანი, თუ ერთგული არ ხართ. This is a false ეს ცრუ სხვაობა. distinction. We have a picture of ჩვენ წარმოგვიდგენია რწმენა, როგორც წინადადებების ნაკრების დაჯერება. what we believe, but that is ახლა not the მნიშვნელოვანია whole რისი ბჯერა, story of faith. მაგრამ ეს არ არის რწმენის სრული Faith ისტორია. is believing in რწმენა a ნიშნავს person, პიროვნების დაჯერებას. being loyal to a person. პიროვნებისადმი Every ერთგულებას. kind of ყოველგვარი passion, წნეხისა და temptation, ცდუნების ფონზე. faith რწმენა is ერთგულებაა. ეს არის ერთგულება უფალ იესო ქრისტესადმი. If you only have a what that you believe, in times of pressure, that won't see you through. პავლე მოციქული ციხეში იყო სასამართლოს და სავარაუდოს სიკვდილით დასჯის მოლოდინში და მან თქვა: მე ვიცი ვისი მწამს და დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია შეინახოს ის, რაც მას მივანდე And I'm იმხებდა. persuaded that he is able to keep that which I've committed unto him against that day. მას He არ didn't უთქვამს, say, ვიცი "I know ვის what I მწამს." have believed." მან თქვა: მე I ვიცი know ვისი whom I მწამს. believe. There's a big difference. ამას დიდი სხვაობა აქვს. Any faith that stops ნებისმიერი short of რწმენა, personal რომელიც იესოს believing პიროვნულ in დაჯერებამდე Jesus is ჩერდება, not biblical. არ არის ბიბლიური რწმენა. And I find that young მე people, ვფიქრობ, რომ children, ახალგაზრდებსა და ბავშვებს შეუძლიათ იყვნენ ისეთივე ერთგულები, როგორც მოხუცები. as older people. In fact, sometimes სინამდვილეში ზოგჯერ უფრო მეტად. ხედავ, რომ ბევრი ბავშვი, არა ყველა, ძალიან ერთგულია თავისი ძმებისა და დების, მშობლების, თავისი სახლის. to their parents, to their home. ზოგი ადამიანი თავისი სკოლის ერთგულია. They're loyal to ისინი some ერთგულები football არიან team რომელიმე ფეხბურთის გუნდის, ან სხვა ჯგუფის, რომელშიც არიან გაწევრიანებულები. that they're committed to. ასე რომ ერთგულება არის უკეთესი გზა, რომ ამ დროს გაიგოთ რა არის რწმენა. This time what faith is. And და ეს it's ასაკი not a საქმე matter არ of არის. age. Little children პატარა can be ბავშვები just შეიძლება as იყვნენ loyal ისეთივე ერთგულები, როგორც მოხუცები. as older people. In fact, sometimes I და think სინამდვილეში ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უფრო their მეტად lives are ერთგულები. less complicated. მათი ცხოვრება ნაკლებად რთულია. მათ უბრალოდ იციან, ვინ არის მათი დედა, მამა, მეგობარი, რაც არ უნდა იყოს. Whatever it may be. And then another და thing შემდეგ that კიდევ is ერთი რამ, რაც vital in ქრისტიანულ Christian ცხოვრებაში life სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არის is მეგობრობა. And ჯერ არა, all ყველა people ადამიანს აქვს have მეგობრობის a სურვილი. desire for friendship, ვინმესთან for a პირადი ურთიერთობის. personal relationship with somebody. And one of the ჩვენი tragedies თანამედროვე of our საზოგადოების contemporary ერთი ტრაგედია society is ის that არის, so რომ much ამდენი of რამ that არის has been გაწყვეტილი. broken down. And maybe it's შესაძლოა true in some ზოგიერთი of თქვენგანის the ცხოვრებაში ეს lives of მართლაც some of you ასია. really don't have those close personal თქვენ არ გაქვთ ახლო relationships. პირადი ურთიერთობები. You არ don't გყავთ have ვინმე, somebody ვისაც that სრულად you ენდობით. trust completely. Somebody to whom ვინმე, you ვის can მიმართაც ერთგულები ხართ. Because of the breakdown of the ოჯახური family სტრუქტურის structure, რღვევის გამო ბევრი many ახალგაზრდა young people, and I've და მე met მათგან many ბევრ of them, შევხვედრი ვარ. ცხოვრობს როგორც იზოლირებული კუნძული. like isolated islands. ისინი არაფერთან არ არიან დაკავშირებულები. მათ არ იციან, რას ნიშნავს ყავდეს მეგობარი. To have a friend, ნამდვილი მეგობარი. a real friend. That's მეგობრობა part of ქრისტიანობის ნაწილია. is friendship.
შემდეგ ამასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია თავდადება. თქვენ ვერ იქნებით ნამდვილი ქრისტიანი იესო ქრისტესადმი პირადი თავდადების გარეშე. და თავდადება არავისთვის არის ადვილი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდებისთვის უფრო ადვილია, ვიდრე ხანდაზმულებისთვის. იმიტომ რომ რაც უფრო იზრდებით, მით უფრო ერევით ამ ცხოვრების საქმეებში. გაქვთ სამსახური სახლი, რომლისთვისაც იხდით მანქანა, ბევრი რამ რაც ხელს გიშლით. ნამდვილი თავდადება ბრძოლა. მაგრამ ზოგიერთი თქვენგანი სასაკობრივ ჯგუფში თქვენ არც ისე ბევრი რამ გაქვთ დასაჭერი. თქვენ შეგიძლიათ თავი მიუძღვნათ. შეგიძლიათ თქვათ, აქ ვარ, უფალო იესო. მე მოგემსახურები. გავაკეთებ იმას, რისკენაც მიხმობ. მე შენი ერთგული ვარ, უფალო იესო. მე უამრავ ადამიანთან ვისაუბრია, რომლებიც პრობლემებთან იბრძვიან. როგორც ჩანს, საქმეები არ გამოდის. ისინი ამბობენ, რომ სწამთ, მაგრამ რწმენის შედეგებს არ იღებენ. ხშირად ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ არ მიუძღვნიათ თავი იესოსადმი. ის არ არის მოხერხებული საშუალება. ის არის ვინმე, რომელიც მოითხოვს ჩვენს აბსოლუტურ ერთგულებას. ის მოითხოვს, რომ ჩვენ თავის სრულად და უპირობოდ მის განკარგულებაში დავდოთ. და როდესაც ამას ვაკეთებთ, ვიღებთ სარგებელს. და შემდეგ მეოთხე რამ, რაც საერთოა ყველა ადამიანისთვის მე მჯერა, არის წარმატების სურვილი. მე არასდროს შევხვედრი ვარ ადამიანს, რომელსაც სურდა რომ დამარცხებულიყო. მე შევხვედრი ვარ ასობით ადამიანს, რომლებიც დამარცხდნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ ეს სურდათ. მე ვფიქრობ, რომ ყველას აქვს წარმატებისკენ სწრაფვა. დღეს მინდა რომ წარმატების გასაღები უსასყიდლოდ მოგცეთ. და მე შემიძლია ის თავდაჯერებულად მოგცეთ, რადგან მან ჩემ ცხოვრებაში იმუშავა. ეს მხოლოდ ერთი მუხლია იოანეს პირველ ეპისტოლეში, 1 იოანე 2:17. ეს ძალიან მარტივი მუხლია. ბიბლიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებები უმეტესად მარტივია. მე დიდი ხნის განმავლობაში პროფესიონალი ფილოსოფოსი ვიყავი. ეს იყო გზა, რომლითაც სამსახური ვიშოვე. და თავს ვირჩენდი. თქვენ არ ხართ პროფესიონალი ფილოსოფოსი, თუ ამით თავს ვერ ირჩენთ. ფილოსოფოსების საქმე, როგორც მე ვხედავ, არის საქმეების გართულება. და რაც უფრო რთულს ხდით საქმეებს, მით უფრო ჭკვიანები გონიხართ ხალხს. როდესაც უფალ იესოს შუაღამისას არმიის ყაზარმაში შევხვდი, ეს ყველაფერი შეიცვალა. მე მიჩვეული ვიყავი ფილოსოფოსების კითხვას, რომლებიც წერდნენ წინადადებებს, რომლებსაც 2 გვერდის მანძილზე წერტილი არ ჰქონდა. ფილოსოფოსი კანტი ამის მაგალითია. რაც ბიბლიაში გამაოცა, ის იყო, რომ ის ძალიან მარტივი და მიწიერი იყო. და მივხვდი, რომ არსებობს სხვაგვარი სიბრძნე, რომელიც საქმეებს არ ართულებს. მე ვფიქრობ, რომ ზოგჯერ საქმეებს ვართულებთ. რადგან არ გვინდა სიმართლეს შევხედოთ. სიმართლე ძალიან ნათელია, ძალიან ძლიერი და დამაჯერებელია. ყოველ შემთხვევაში აქ არის ჩემი მარტივი რეცეპტი წარმატებისთვის. და არაფერს ვითხოვ სანაცვლოდ. შეგიძლიათ მიიღოთ ისე, როგორც მე მივიღე, უფასოდ. უსასყიდლოდ მივიღე, უსასყიდლოდ ვიძლებ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მან ჩემ ცხოვრებაში იმუშავა. 1 იოანე 2:17. და ამაოა ქვეყანა და მისი ვნებანი, ხოლო ვინც ღვთისნებას ასრულებს, უკუნისამდე რჩება. თქვენ უნდა გესმოდეთ, რას ნიშნავს ქვეყანა. ქვეყანა არის მთელი საზოგადოება, რომელიც არ არის დაქვემდებარებული ღვთისმების, იესოს სამართლიან მმართველობას. ქვეყანა შეიძლება იყოს ძალიან რელიგიური, ძალიან ინტელექტუალური და გარკვეულწილად ძალიან ზნეობრივიც. მაგრამ ისინი არ არიან დაქვემდებარებული იესოს მეფობაზე. ისინი კარგები ჩანან, მაგრამ როდესაც ამ ხალხს, ამ ზნეობრივ რელიგიურ ხალხს ესაუბრებით იესოსადმი პიროვნულ უპირობო თავდადებაზე, რაღაც ამოდის მათში. ძველი მიამოხე. და თქვენ აღმოაჩენთ, რომ მთელი ამ ზნეობის ქვეშ დევს ამბოხება. ასე რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თუ რას ნიშნავს ცხოვრება სხვაგვარად. ეს არის გზა, რომლითაც ქვეყანა ცხოვრობს.
ის არ არის სულ ბოროტი. ის შეიძლება იყოს ზნეობრივი. მას შეიძლება ჰქონდეს თავისი გზა, მაგრამ ის არ არის დაქვემდებარებული იესოს უფლებამოსილებაზე. და ღმერთმა იესო მეფედ დააყენა. ნებისმიერი, ვინც არ ემორჩილება ღმერთის მეფეს, მიამბოხეა. ის შეიძლება იყოს ძალიან რელიგიური მიამბოხე, ძალიან ინტელექტუალური მიამბოხე, ძალიან მდიდარი მიამბოხე. მაგრამ ის მაინც მიამბოხეა. და მთელი ეს სისტემა, რომელიც უარყოფს იესოს მართლობას, გაივლის. ის გზაზეა, რომ გაქრეს. ქვეყანა და მისი ნებანი, რაც მასთან ასოცირდება, მიდის. ჩვენ კლივლენდის ცენტრში ვრჩებოდით და ვუყურებდი ყველა იმ დიდ კოშკს, რაც უწოდებენ მათ, ტერმინალის კოშკს და სხვა კოშკებს. I've been looking at all those big towers. What they call it, the terminal tower and the other towers. და იცით, ყოველთვის როცა ასეთ შენობებს ვხედავ, მახსენდება ესაია წინასწარმეტყველის ფრაზა, რომელიც საუბრობს დადგება დღე, როდესაც კოშკები დაეცა. და მე მჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც კოშკები დატალღდება და დედამიწის ზედაპირი დატალღდება. და დედამიწის ყველა ნაწილში ყველა მაღალი შენობა დაეცა. ეს არის ღმერთის მიერ ადამიანის ქედმაღლობის, სიამაყის და თვითდაჯერებულობის უარყოფის სიმბოლო. ეს აღარ მახვედრებს თავბეჭდილებას. მე კმაყოფილი ვარ იმ საშუალებების გამოყენებით, მაგრამ მე არ ვენდობი მათ. დადგება დღე, როდესაც ეს ყველაფერი გაივლის. ერთადერთი, რაც დარჩება, არის ის, ვინც ასრულებს ღვთისნებას. რადგან ღვთისნება არის ურყევი, უცვლელი, მარადიული, დაუმარცხებელი. და როდესაც თქვენ აერთიანებთ თქვენს ნებას ღვთისნებასთან, თქვენ ხდებით ღვთისნებასავით, ურყევი, უცვლელი, დაუმარცხებელი. ეს არის წარმატების გასაღები. ეს არის ღვთისნების პოვნა თქვენი ცხოვრებისთვის და მისი ერთგულება. მე ეს თავდადება 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთის არმიის ჯარისკაცი ვიყავი. მე ეს რელიგიურ გარემოში არ გამიკეთებია. მე არ წავსულ ვარ ეკლესიაში. მე იესოს პიროვნებას შევხვდი. მე ის არ მინახავს, მაგრამ ვიცოდი, რომ ის იქ იყო. და მე ვგრძნობდი, რომ რაღაც უხილავ პიროვნებას ვებრძოდი. არ მგონია უმეტესობას გახსოვდეთ იაკობის ამბავი, თუ როგორ ებრძოდა ის ერთ ადამიანს მთელი ღამე. და მან ვერ მოიგო ამ კაცთან ბრძოლა, მაგრამ ბოლოს გატყდა და მიეკრა მას. მან თქვა, არ გაგიშვებ, სანამ არ მაგურთხებ. და მე აღმოჩნდი პირდაპირ ურთიერთობაში, თუმცა უხილავად, მაგრამ პირდაპირ იესოსთან შუაღამისას არმიის ყაზარმაში. და როდესაც მას მივეკარი, დავიწყე თქმა. არ გაგიშვებ, სანამ არ მაგურთხებ. მე იმდენად შეუპოვარი გავხდი, რომ სულ ვიმეორებდი. არ გაგიშვებ, არ გაგიშვებ. და ღვთის ძალა ჩემზე მოვიდა, დამცა იატაკზე და 1 საათი ან მეტი გავატარე შუაღამისას არმიის ყაზარმაში ღვთის ძალის ქვეშ. Struck me down to the floor and I spent an hour or more in the middle of the night in an army barrack. ჩემს მოქცევაში არაფერი იყო There was ინტელექტუალური. nothing intellectual in my conversion. მაგრამ მეორე დღეს ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანი ვიყავი. I was a totally different person. მე ვიყავი ბოდიში, მაგრამ იცით, ბრიტანეთის არმია მსოფლიოში ყველაზე უშვერი ხალხის ჯგუფია. არავინ არის მათნაირი. და მე ერთი მათგანი ვიყავი. მეორე დღეს მე არანაირი დოქტრინალური ახსნა არ მქონია. წინა ღამეს არ შემეძლო ლოცვა. არ ვიცოდი რა მელოცა, არ ვიცოდი როგორ მელოცა. მეორე დღეს ვერ ვსვამდი ჭიქა წყალს ისე, რომ ღმერთისთვის მადლობა არ მეთქვა. ანუ ეს ჩემს გონებაში უჩვეულო იყო, მაგრამ ასე იყო. მე ვიყავი საკმაოდ არ ვიყავი ალკოჰოლიკი, მაგრამ ვსვამდი. და როგორც იცით, ბრიტანულ სამყაროში პაბი ყველაფრის ცენტრია. ასე რომ, ყოველ საღამოს დაახლოებით 6 საათზე, როდესაც მოვალეობისგან თავისუფალი ვიყავი, მივდიოდი ადგილობრივ პაბში. ასე რომ, იმ დღეს, როდესაც იესოს შევხვდი, სასმელის მიმართ არანაირი ცრუწმენა არ მქონია და არც ახლა მაქვს. ამიტომ წავედი ადგილობრივ პაბში. და როდესაც კართან მივედი, ფეხები დამიბლოკა.
ისინი არ შევიდნენ იმ კარში. და მე იქ ვიდექი და კარგ ახანს ვეკამათებოდი ჩემს ფეხებს. შემდეგ რაღაც მივხვდი. მე არ მქონდა ინტერესი რომ შევსულიყავი იმ კარში. ის რაც წინა დღეს მიზიდავდა, არაფერს ნიშნავდა ჩემთვის. მე სრულიად შეცვლილი ადამიანი ვიყავი. არა თავდაპირველი დოქტრინალური დათანხმებით, არამედ იესოსთან პირადი შეხვედრით. ყველგან სადაც მივდივარ, ვეუბნები ხალხს, რომ შეგიძლია შეუერთდე ეკლესიას, თქვა ლოცვა, მიხვიდე შეკრებაზე და ხელი მოაწერო ბარათს და იყო იგივე. მაგრამ როდესაც იესოს შეხვდები, არასდროს იქნები იგივე. ეს ძალიან ცხადია. ახლა მინდა გესაუბროთ წარმატების ერთ კონკრეტულ ასპექტზე, რომელიც მე ვისწავლე. მე მქონდა ძალიან მაღალი ინტელექტუალური განათლება. 9 წლიდან 25 წლამდე სხვადასხვა სკოლა-ინტერნატში ვიყავი. ეტონის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი. ჩემი ინტელექტი ზედმეტად გადავსებული იყო. ხალხის შესახებ ჩემი ცოდნა საკმაოდ მწირი იყო. ასე რომ, უფალმა ბიბლიის კოლეჯში არ გამაგზავნა. ანუ მე ბიბლიის კოლეჯების მომხრე ვარ. მე ის არ მჭირდებოდა და მან იცოდა რა მჭირდებოდა. მან ჯარში გამაგზავნა. როდესაც სინამდვილეში მოვეკეცი, ადგილობრივი მოვალეობის შემსრულებელი, ანაზღაურების გარეშე ლანსკაპრალი ვიყავი. თუ გჯერათ, რომ ასეთი რამ არსებობს. მე ეს იმიტომ ვიყავი, რომ არ მინდოდა მებრძოლი ყოფილიყავი. ასე რომ, ჯარში იმ პირობით ჩავეწერე, რომ იარაღი არ უნდა მქონოდა, რაც არა ქრისტიანული, არამედ ფილოსოფიური საფუძვლებით იყო, რაშიც არ არის საჭირო ჩაღრმავება. და მე გამსაზღვრე ეს კონკრეტული. არმიის ბრძანებაში წერია LAUCPL, Local Acting Unpaid Lance Corporal. ადგილობრივი მოვალეობის შემსრულებელი, ანაზღაურების გარეშე ლანსკაპრალი. ჩემი განმარტება ამის შესახებ ის არის, რომ ეს არის ყველაზე ახლოს, რაც შეგიძლიათ იყოთ ჭიასთან, ჭია ტყოფნის გარეშე. და სწორედ იქ შემხვდა უფალი. მე ზურგი ვაქციე კემბრიჯის და კინგს კოლეჯის ცქრიალა შპილებს, რომელიც ასე ცნობილია თავისი სამლოცველოთი და მე შევხვდი უფალს როგორც ადგილობრივი მოვალეობის შემსრულებელი, ანაზღაურების გარეშე ლანსკაპრალი. არმიის ყაზარმაში შუაღამისას. კარგი, მაშინ მე მჭირდებოდა მომზადება. მე არ მჭირდებოდა ინტელექტუალური მომზადება. ბევრ ადამიანს სჭირდება, მაგრამ მე არა. ჩემი გონება ზედმეტად მომზადებული იყო. რაც მე მჭირდებოდა, იყო ხალხთან ურთიერთობის სწავლა და ღმერთმა ეს ბრიტანეთის არმიაში მომცა. მე ეს არ მithოვია. მე ამაზე განაცხადს არ გავაკეთებდი, მაგრამ 5.5 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ადამიანების გვერდით, რომლებიც ძალიან განსხვავდებოდნენ ჩემგან მათი წარმომავლობით, ეკონომიკური სტატუსითა და ცხოვრების სტილით. სინამდვილეში, როდესაც ჯარში წავედი, არ ვიცოდი, როგორ ცხოვრობდა ბრიტანეთში მცხოვრები ხალხის 90%. მათთან არანაირი შეხება არ მქონია. მაგრამ მქონდა, როდესაც ჯარში წავედი. ყოველ დღე მიწევდა მათთან ერთად ცხოვრება და ამ გზით ღმერთმა დაიწყო ჩემი მომზადება მსახურებისთვის. მე არ ვიცოდი, მან წინასწარ არ მითხრა. 2 წლის განმავლობაში ვიყავი ეგვიპტისა და ლიბიის უდაბნოებში. სადღაც ელ-ალამეინის ბრძოლის უკანა ფონზე ვიყავი. მაგრამ მე სამედიცინო პერსონალი ვიყავი. და შემდეგ ფეხების დაავადება გამემვითარდა. რადგან სამედიცინო კორპუსში ვიყავი, ყველა ექიმი მყავდა, რომელიც მჭირდებოდა. თითოეული ექიმი მას სხვადასხვა სახელს აძლევდა. მაგრამ მათ ვერ განკურნეს. ასე რომ საავადმყოფოში წავედი და 1 წელი სამხედრო ჰოსპიტალებში ვიყავი. ეს ჩემი მომზადების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. კარგი, ამ დროისთვის უფალი უკვე ვიცოდი. მე მონათლული ვიყავი სულიწმინდაში. მე მჯეროდა ბიბლიის და სანამ საავადმყოფოს საწოლზე ვიწექი დღიდან დღემდე, ხმა დეპრესიაში ჩავარდი. მე უთხარი ჩემს თავს, ვიცი რომ ღმერთს შეუძლია ჩემი განკურნება, თუ რწმენა მექნება. მაგრამ შემდეგ თქვი, მე არ მაქვს რწმენა. მაგრამ ერთ დღეს წავიკითხე ერთი მუხლი, რომაელთა 10-17. ამგვარად, რწმენა სმენისაგან მოდის და სმენა ღვთის სიტყვით. ეს იყო სინათლის სხივი სიბნელეში. თუ რწმენა არ მქონდა, შემეძლო მისი მიღება.
რწმენა მოდის იმის მოსმენით, რასაც ღმერთი ამბობს თავის სიტყვაში. ასე რომ, გადავწყვიტე, რომ მთელი ბიბლია გამევლო და ფერადი ფანქრით მომენიშნა ყველაფერი, რაც განკურნებასთან იყო დაკავშირებული. ეს ლურჯი ფანქარი იყო. და იცით რა მქონდა ბოლოს? ლურჯი ბიბლია. გაუცდებოდით. სანამ ამას არ გააკეთებთ, ვერ მიხვდებით. მაგრამ მე მაინც მქონდა ეს პრობლემა. აქ ვარ ფილოსოფოსი. სული არის ის, რაც მნიშვნელოვანია. სხეული არ არის ნამდვილად მნიშვნელოვანი. ასე რომ, ღმერთს ჩემი სული სჭირდება, მაგრამ ის არ არის დაინტერესებული ჩემი სხეულით. შემდეგ მივედი იგავნის 4:20-22-მდე და იქ წერია: "ძეო ჩემო, ყურად იყე ჩემი სიტყვები, ჩემი გამონათქვამების მიმართ, ყური მოაპყრე. ნუ გაგშორდება თვალიდან, გულში შეინახე, რადგან ისინი სიცოცხლეა მათთვის, ვინც იპოვის და ჯანმრთელობა ან წამალი, მთელი მათი ხორცისთვის. როდესაც სიტყვა ხორცი წავიკითხე, თქვი, ეწყვეც ყველაფერს. ფილოსოფოსაც კი არ შეუძლია ხორცს უწოდოს სული და ღმერთმა თქვა, რომ მისი სიტყვა წამალი იქნებოდა ჩემი მთელი ხორცისთვის. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე. მე ღვთის სიტყვას ჩემს წამლად მივიღებდი. მე სამედიცინო სანიტარი ვიყავი. ასე რომ ვიცოდი როგორ იღებდნენ ადამიანები წამლებს დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. ასე რომ მე ვუთხარი ჩემს თავს. მე ღვთის სიტყვას ჩემ წამლად მივიღე დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ და ამის შემდეგ ასე ვაკეთებდი. ცოტა ხნის შემდეგ საავადმყოფოდან ჩემი პასუხისმგებლობით გამომწერეს. ექიმები ჩემზე პასუხისმგებლობას არ იღებდნენ, მაგრამ სადაც არ უნდა წავსულიყავი, დღეში 3-ჯერ, ყოველი ძირითადი ჭამის შემდეგ, სადმე მივდიოდი, ხსნიდი ბიბლიას, თავს ვიხრიდი და ვამბობდი: ღმერთო, შენ თქვი, რომ ეს სიტყვები ჩემთვის წამალი იქნება და მე მათ ახლა ჩემს წამლად ვიღებ. ეგვიპტე ცუდი კლიმატი იყო, მაგრამ მე უარეს კლიმატში გამგზავნეს, სუდანში, რომელიც ეგვიპტის სამხრეთით არის, უფრო ცხელი და მშრალი და ძირითადად საკმაოდ საშინელი ადგილი. და იქ ღმერთმა განკურნა. ღმერთმა დამიმტკიცა, რომ მისი დაპირებები გარემოებებზე არ არის დამოკიდებული. ისინი მისი პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. ახლა მაქვს პატარა წიგნი. არ ვიცი ხელმისაწვდომია თუ არა, მაგრამ მას ქვია ღვთის წამლის ბოთლი და ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ განვიკურნე ბიბლიის როგორ წამლის მიღებით. შემდეგ ხარტუმიდან, რომელიც დედაქალაქია ატბარაში, გადამიყვანეს, რომელიც ხარტუმის ჩრდილოეთით სარკინიგზო ხაზზე მდებარეობს და როგორც ბრიტანელი ჯარისკაცი, მე მოგზაურობდი ვაგონში, სადაც არც ერთი ადგილობრივი არ დაიშვებოდა. მე არ ვიყავი პასუხისმგებელი, საკმაოდ უსამართლოდ მიმაჯდა, მაგრამ ასე იყო. მივედი სადგურზე ხარტუმის ჩრდილოეთით და მე გადმოვხედე პლატფორმას და იქ ცოცხალი არსებების ზღვა იყო. კაცები, ქალები, მოხუცები, კაცები, ბავშვები, შვილები, ვირები, ჯორები, აქლემები, ქათმები, ყველაფერი. და სრულიად დაუგეგმავად უთხარი ჩემს თავს, მაინტერესებს, რას ფიქრობს ღმერთი ამ ყველა ადამიანზე. და დაუყოვნებლივ მივიღე პასუხი. მე არ ველოდი მას. ეს არის პასუხი, რომელიც მან მომცა. ზოგი სუსტი, ზოგი უგუნური, ზოგი ამაყი, ზოგი ბოროტი და ზოგი უზომო ძვირფასი. ასე უყურებს ღმერთი კაცობრიობას. ზოგი სუსტია, ზოგი უგუნური, ზოგი ამაყი, ზოგი ბოროტი, მაგრამ მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც უზომო ძვირფასები არიან. შემდეგ მე ჩავჯექი სათავეში, რასაც ბრიტანეთის არმია უწოდებს, მიმღებ სადგურს, რომელიც არის პატარა ადგილი ჰოსპიტალში, წასული ადამიანებისათვის. მე ვიყავი მისი ერთადერთი ხელმძღვანელი. იქ იყო 2 საწოლი, ლეიბები და ასევე აწვიდნენ ფლანელის ღამის პერანგებს პაციენტებისათვის. იქ პაციენტები არ იყვნენ და ეს იყო პირველი შემთხვევა. როდესაც წლების განმავლობაში ნამდვილ საწოლზე დაძინების შესაძლებლობა მქონდა. ასე რომ თავისუფლება მივეცი, ასევე ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მხოლოდ საცვლებით არ მიწევდა დაძინება, რადგან ბრიტანეთის არმია ამერიკის არმიისაგან განსხვავებით არასდროს გვაწვდიდა პიჟამას. ასე რომ მე ჩავიცვი ეს თეთრი ხამის პერანგი და დავწექი ნამდვილ ლეიბს, მაგრამ ღვთის სული გადმოვიდა ჩემზე დილის ადრეულ საათებში და მე მქონდა ლოცვის უზარმაზარი ტვირთი სუდანის ხალხისთვის, ჩრდილოეთ სუდანის, რომლებიც მთლიანად მუსლიმანები არიან. ამათ ჩემს ადამიანურ ემოციებთან არაფერი ჰქონდა საერთო, რადგან ისინი არ არიან ძალიან საყვარელი ადამიანები. სინამდვილეში ისინი საკმაოდ სასტიკი ხალხია.
იმ ტომის სახელი, რომელთანაც მე აღმოჩნდი, იყო ჰუდუნუდუვა და ბრიტანელებს წინა თაობაში მათთან ომი ჰქონდათ. ბრიტანული ჯარისკაცები მათ ფაფუკებს უწოდებდნენ. რადგან კაცები თმებს ცხვრის ცხიმით დაახლოებით 9 ინჩით მაღლა აყენებდნენ თავზე. მათ შუბები დაქონდათ და ისინი ისევე ადვილად გესროდნენ შუბს, როგორც გეტყოდნენ როგორ ხარ. ისე მე სრულიად ზებუნებრივად შუამავლობის დამოკიდებულებაში აღმოჩნდი. ჩემი გული გადმოედინებოდა ამ ხალხისთვის და მე ზებუნებრივი გამოცდილება მქონდა. როდესაც ჩემს თეთრ ღამის პერანგს დავხედე, ის ზებუნებრივი შუქით ბრწყინავდა. მივხვდი, რომ ღვთის გულს შევეხე. შემდეგ ჯარმა წითელი ზღვის მთებზე პატარა ადგილას ჯიბაჩი გამგზავნა, უდაბნოს საშინელ ადგილას. იქ იყო პატარა საავადმყოფო, სადაც მხოლოდ იტალიელი სამხედრო ტყვეებზე ზრუნავდნენ, რომელთაგანაც ათასობით იყო ომის შემდეგ ეგვიპტეში. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობაზე უნდა მეზრუნა, რადგან გარკვეული განათლება მქონდა და შემიძლია თულად შეკრება და წერა, ისინი ყოველთვის სხვა სამსახურზე მაყენებდნენ. ასევე, როდესაც მიხვდნენ, რომ ქრისტიანი ვიყავი, ისინი სათავეში მაყენებდნენ იმ საქმეებზე, რომლებსაც სხვა ადამიანები ვერ უმკლავდებოდნენ. როგორებიცაა ლუდი და შოკოლადი, რადგან შეეძლოთ ჩემი ნდობა, ასე რომ ძალიან იშვიათად მქონდა საექნო დავალებები. ამიტომ ამ საავადმყოფოში მე საკვების მარაგის და ადგილობრივი სუდანელი მუშახელის, რომლებიც საავადმყოფოში დაბალ საქმეებზე იყვნენ პასუხისმგებლობი, ხელმძღვანელად დამნიშნეს. ის ხელმძღვანელს ალი ერქვა. ის ცუდი პიროვნება იყო. ის ჩხუბის თავი იყო. ის ინახავდა ფულის ნაწილს, რომელსაც მის ქვეშ მყოფი ხალხი ხელფასის სახით იღებდა. ის საერთოდ საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო. ასე რომ, მე და ის ყოველდღე ვხვდებოდით ჩემს პატარა ოფისში. მე უბრალოდ არაფერი მქონდა მასთან, საერთო, სანამ ეს შეიძლება უსნაურად მოგეჩვენოთ, რომ მას ეშმაკი სწამდა. მე ვუთხარი, მეც მწამს ეშმაკის. ასე რომ, ეს იყო ჩვენი შეხვედრის წერტილი. ორივეს გვწამდა ეშმაკი. შემდეგ ერთ დღეს ის ჩემს ოფისში მივიდა და კოჭლობდა. დააგვიანებდა და თქვა, მომიწია წასვლა, რომ რამე მეშოვა. ფეხზე წყრული მაქვს. მე ახალი აღთქმა მქონდა. წაკითხული და ვიცოდი, რომ ადამიანებზე ხელების დადება შეიძლებოდა და ისინი განეკურნებოდნენ. მაგრამ მე არასოდეს მინახავს, რომ ვინმეს ეს გაეკეთებინა. ამიტომ ძალიან მარტივი ენით ავუხსენი. რას ამბობდა ბიბლია? მე ვუთხარი, გინდა რომ ხელი დაგადო და ვილოცო შენთვის? მან თქვა, დიახ, ახლაც მახსოვს. მას ბომბივით მოვეკეცი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქებულიყო და მე ძალიან ფრთხილად დავადე ხელი და მოგრძალებული ლოცვა ვთქვი და ვიფიქრე. ეს არის დაახლოებით 1 კვირის შემდეგ. ის ოფისში მოვიდა, მაჩვენა ფეხი. ის სრულიად განკურნებული იყო. შემდეგ ჩემი ღმერთით ძალიან დაინტერესდა. ამიტომ დავიწყე მისთვის ახალი აღთქმიდან კითხვა, მაგრამ მე მხოლოდ ჯეიმსის ვერსია მქონდა. იმ დღეებში ხალხს სხვა ვერსიები არ ჰქონდათ. და მას ინგლისურის ძალიან შეზღუდული ცოდნა ჰქონდა, რომელიც ჯარისკაცებისგან აკრიფა. რაც ნამდვილად არ იყო ჯეიმსის ვერსია. ასე რომ მე ვკითხულობდი ჯეიმსის ვერსიას და ვთარგმნივდი იმ ინგლისურად, რომელიც მას ესმოდა. ის უფრო და უფრო ინტერესდებოდა. მართლა მეგობრები გავხდით. აკლემის ტარების მე ეჭვები მქონდა, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი. არ ვიცი თუ ყოფილხართ ეგვიპტეში პირამიდებთან, მაგრამ იქ ტურისტებისთვის აკლემები ყავთ, რომლებიც უბრალოდ, ისინი არ იქცევიან ცუდად საერთოდ, მაგრამ სუდანელი აკლემები ასეთები არ არიან და სუდანელი აკლემის ტარება თქვენი მოთმინების გამოცდაა. ის რომ აკლემზე აღმოვაჩინე ის არის, რომ ის არასდროს არის სრულიად სტაბილური. როდესაც ერთი ნაწილი მაღლა მიდის, მეორე ნაწილი დაბლა მიდის, მაგრამ მე გამოცდა ჩავაბარე. მე შევძელი აკლემის ტარება, რომელიც მან მომცა, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ პატარა პიკნიკი გქონებოდა. გავიოდით უდაბნოში, წავიღებდით საჭმელს ჩემი საწყობიდან და უბრალოდ გვექნებოდა პიკნიკი. ასე რომ საკმაოდ შორს წავედით და გავჩერდით პატარა ადგილას, სადაც პატარა მლაშე ნაკადი მოედინებოდა ბორცვიდან. გამოვიტანეთ საკვები, მაგრამ წყალი არ წამომიღია. ასე რომ მან მითხრა,
ჩვენ სუდანელები სვამთ ამ წყალს, მაგრამ თქვენ თეთრები არა. მე ვთქვი, ბიბლია ამბობს თუ რაიმე სასიკვდილოს დავლებ იესოს სახელით, ის არ მავნებს. ამიტომ დავლებ იესოს სახელით. ამან მასზე დაბეჭდილება მოახდინა. ანუ მე დავინახე, რომ მან მართლა დაინახა, რომ ამ რელიგიაში რაღაც არის. ჩვენ იოანეს მესამე თავში ვიყავით. ჩემი კითხვისას ხელახლა დაბადების შესახებ, ასე რომ ჩვენ წავიკითხეთ ხელახლა დაბადების შესახებ და შემდეგ ავედით ჩვენ საქმეებს, რომ საავადმყოფოში დაუბრუნებულიყავით და მთელი გზა საავადმყოფოსკენ ის ლაპარაკობდა ხელახლა დაბადებას. რა არის ხელახლა დაბადება? როგორ შეიძლება ხელახლა დაიბადო? და მე ვთქვი, ღმერთი ახალ გულს გაძლევს. ან უბრალოდ გაიცია. რადგან მას მხოლოდ ფიზიკური გული შეეძლო წარმოედგინა, მაგრამ შემდეგ მე ვუთხარი მას. მინდა რომ ხელახლა დაიბადო? მან თქვა, დიახ, მინდა. მე ვთქვი, მისმინე ამ საღამოს, როდესაც მიხვალ შენს ქოხში და მე მივარ ჩემს პატარა საცხოვრებელში, როდესაც მზე ჩავა. ილოცე და სთხოვე იესოს, რომ ხელახლა დაიბადო და მეც ვილოცებ. შენთვის. ჩემს საცხოვრებელში. ჩვენ მეორე დილით შევხვდით ერთმანეთს და მე შევხედე მას და ვთქვი, ილოცე? მან თქვა, დიახ, მე ვთქვი, მიიღე? მან თქვა, არა. და მე იმედგაცრუება ვიგრძენი. მაგრამ შემდეგ ვიგრძენი, რომ სულიწმინდა ჩამჩურჩულებდა. გახსოვდეს, ის მუსლიმია. ამიტომ ვთქვი, იესოს სახელით ილოცე. მან თქვა, არა. ასე რომ მე ვთქვი, თუ გინდა რომ ხელახლა დაიბადო, იესოს სახელით უნდა ილოცო. ამას გააკეთებ? მან თქვა, დიახ, გავაკეთებ. ასე რომ იმ საღამოს იგივე შეთანხმება დავდეთ. შენ ილოცე შენს ქოხში და მე ვილოცებ ჩემს საცხოვრებელში. მეორე დილით მას შევხვდი, შევხედე მას და ვთქვი, მიიღე? მისი მთელი სახე გარდაიქმნა. ის ახალი ადამიანი იყო და რადგან ის საავადმყოფოში ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, ამან მთელ საავადმყოფოზე იმოქმედა. ხალხი მოდიოდა ჩემთან და ამბობდა, რა მოხდა? მე ვთქვი, ის გადარჩა. მათ თქვეს, რა არის ეს? მე ვთქვი, ნება მომეცით გითხრათ. საავადმყოფოს მეთაურმა ამომიგზავნა. რა მოხდა შენს მეგობარ ალის? მე ვთქვი, ის გადარჩა. რა არის ეს ბატონო? ნება მომეცით გითხრათ. ის ეკლესიაში დადიოდა, მაგრამ არაფერი იცოდა გადარჩენის შესახებ. შემდეგ მივხვდი, ვისაც სწამს და მოინათლება გადარჩება. ასე რომ მე ვთქვი, შენ უნდა მოინათლო. საავადმყოფოს პატარა საცურაო აუზი ჰქონდა და შეთანხმებით ერთ საღამოს შევხვდი მას საცურაო აუზთან. და ის მოინათლა. და ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეები. ყოველი სხვა ჯარისკაცი წუწუნებდა. რატომ ვართ ამ საშინელ ადგილას? არაფერი გვაქვს გასაკეთებელი? მხოლოდ ქვიშა, ბუზები და სიცხე. და მე ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგორ შეიძლება ვიყო, რადგან უფალს ვემსახურებოდი. ამიტომ მინდა გითხრათ, უფალი თუ მას თავს მიუძღვნით, მოგამზადებთ. მან ჯარში მომამზადა. მე ბიბლიის სკოლა არ მჭირდებოდა. მე მქონდა მთელი ინტელექტუალური ცოდნა, რომელიც ოდესმე დამჭირდებოდა. რაც მჭირდებოდა, გამოცდილება იყო. და ასე მომამზადეს, როგორც კაპრალის სამეფო არმიის სამედიცინო კორპუსში. როდესაც 1946 წელს არმიის სამედიცინო კორპუსიდან გამოვედი, ცოლად შევირთე მისიონერი, რომელსაც პატარა ბავშვთა სახლი ჰქონდა. მის სახლში 8 გოგონა ჰყავდა. პატარა გოგონები. იმ დღეს, როდესაც დავქორწინდი, მზაოჯახი მივიღე 8 გოგონა, 6 ებრაელი, 1 არაბი, 1 ინგლისელი. მე არასოდეს მყოლია ძმა ან და. მე ერთადერთი შვილი ვიყავი 9 წლამდე. არ მყოლია ქალი მასწავლებელი. არავე მყავდა გარდა მამაკაცი მასწავლებლებისა და აქ აღმოჩნდი ამ სიტუაციაში. ჩვენს ოჯახში 11 ადამიანი იყო. 8 გოგონა, ჩემი ცოლი, ჩემი არაბი მოახლე და მე. და მე მათ შორის ერთადერთი მამაკაცი ვიყავი და გეტყვით, რომ ამას ყველასგან მორგება დასჭირდება. ასე რომ უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ ცხოვრებას უფალს მიუძღვნით, თუ თქვენს იტყვით, აქ ვარ უფალო, ხვდები, რომ ხალხს სასოწარკვეთილად სჭირდება ეს სახარება და შენ არ დაბრუნდები, სანამ სახარება ყველა ერთს არ ეკადაგება. თუ ამ თავდადებას გააკეთებთ, ღმერთი თქვენს სიტყვას მიიღებს.
ის აუცილებლად ისე არ მოგექცევათ, როგორც მე მომექცა, რადგან ის თითოეულ ჩვენთაგანს როგორც ინდივიდს ებყრობა და თუ არასოდეს მიგიწყვნიათ ცხოვრება იესოსათვის, რატომ არ გააკეთებთ ამას დღეს საღამოს? ის შეგცვლით, ასევე როგორც ალი შეცვალა. ამიტომ მინდა რომ ეს შესაძლებლობა მოგცეთ. მე ვთქვი, რომ თავდადება არის ის, რაც ისევე რეალური ახალგაზრდობისათვის, როგორც ხანდაზმულებისათვის. სინამდვილეში, ზოგიერთ შემთხვევაში ის უფრო რეალურია, რადგან რაც უფრო ბერდებით, მით უფრო რთულია შეცვლა. ასე რომ ზოგიერთი თქვენგანი ცხოვრების იმ მდგომარეობაშია, როდესაც მისთვის თავდადების გაკეთება ყველაზე სწორია. მინდა დაგარწმუნოთ აქ, ამ საღამოს, თუ ღმერთი გულზე გელაპარაკებათ, თუ რამე იგრძენით, რომ თქვენ თავს მიუძღვნით, თუ არასოდეს მიგიწყიათ თქვენი ცხოვრება იესოსათვის, თქვით, აქ ვარ უფალო, მიხსენი, შემავსე შენი სულიწმიდით და მე გემსახურები. თუ ეს თავდადება გააკეთეთ, მაგრამ არ იცით, რა გელოდებათ მომავალში, თქვით, აქ ვარ უფალო იესო, მე შენი ვარ, თავს ვუძღვნი, რომ გამოყვე და გავაკეთო ყველაფერი, რასაც დამავალებ. ასე რომ ყოველგვარი განსაკუთრებული ემოციის გარეშე უბრალოდ მინდა მოგცეთ შესაძლებლობა, რომ გააკეთოთ ასეთი თავდადება. თუ ამას ახლავე გააკეთებთ, მინდა რომ ადგეთ თქვენი ადგილიდან და წინ წამოხვიდეთ და დაადგეთ აქ ამ პოდიუმთან ყოველგვარი მუსიკის გარეშე. უბრალოდ პირადი თავდადება, არ დაელოდოთ სხვას. ადექით და მოდით. სათხართ, მინდა რომ დამეხმაროთ, მოდით. ჩვენ თქვენს გჭირდებით. აქ ჩვენ არ გვეჩქარება. და ეს არ არის პირველ რიგში ემოციური რამ. ეს არის თქვენი ნების სულიერი გადაწყვეტილება და არასოდეს იქნებით უკეთეს მდგომარეობაში. ამის გასაკეთებლად, ვიდრე ახლა. დღეს საღამოს და მინდა გითხრათ, რომ ღმერთს უყვარხართ. მას აქვს გეგმა თქვენი ცხოვრებისთვის და ეს საუკეთესო გეგმაა, რაც კი ოდესმე შეიძლება არსებობდეს. ის უკეთესია, ვიდრე ყველაფერი თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ. ჩვენ კიდევ ცოტა ხანს დაველოდებით. მადლობა უფალო, მადლობა უფალო იესო, მადლობა უფალო იესო. თქვენ ვინც უფალს იცნობთ, უბრალოდ ილოცეთ. ეს სასიცოცხლო საათებია ხალხის ცხოვრებაში. Those of you that know the Lord, just be praying. This is a vital hour in the lives of people. მე ვგრძნობ, რომ კიდევ ორი ადამიანი უნდა მოვიდეთ. ჩვენ ცოტა ხანს დაველოდებით. კარგი იქნება თუ დაიჩოქებთ, ეს კარგი დამოკიდებულებაა. There they are. Come on. That's right. It would be good if you were to დაქვემდებარება. თავდადება. ახლა მე მოგცემთ ლოცვას, რომლის თქმაც შეგიძლიათ, რადგან ბევრი ადამიანი მეუბნება, მინდა ვილოცო, მაგრამ არ ვიცი რა ვთქვა. თქვენ ამ ლოცვას იესოს მიმართავთ. და ეს იქნება მარტივი ლოცვა. როდესაც ამას გააკეთებთ, უბრალოდ გააგრძელეთ. თქვენ იესოსთან შეხება გექნებათ. უბრალოდ გააგრძელეთ მასთან საუბარი. გული გადაუშალეთ მას. უთხარით მას თქვენი სირთულეების, თქვენი პრობლემების, იმის შესახებ, რისიც გეშინიათ. სთხოვეთ მას, რომ დაგეხმაროთ ასე, რომ ეს არის ლოცვა. მინდა რომ ხმამაღლა გაიმეოროთ ჩემს შემდეგ. არ არის საჭირო ღრიალი ან ყვირილი. მაგრამ თქვით საკმარისად ხმამაღლა, რომ საკუთარი თავი გაიგოთ. რათა როდესაც აქედან წახვალთ, იცოდეთ, რომ ეს სიტყვები თქვით, ასე რომ ეს არის ის, რაც მინდა რომ თქვათ, უფალო იესო ქრისტე. მე მწამს, რომ შენ ხარ ღვთის ძე. და ერთადერთი გზა ღმერთთან, რომ შენ მოგვდი ჩემი ცოდვებისთვის და მკვდრეთით აღდგი და მე ახლა მოვდივარ შენთან. როგორც ჩემს ხსნელთან, თხო, მაპატიო, გამწმინდო, შენი ძვირფას სისხლში, გული გამიწმინდო და მომცე სრულიად ახალი ცხოვრება ამ ღამიდან მოყოლებული. იესოს სახელით გმადლობ. ამინ. ახლა გააგრძელეთ მასთან ლოცვა თქვენი სიტყვებით. მადლობა უფალო იესო, მადლობა თქვენ, ვინც მორწმუნეები ხართ. რატომ არ ადგებით და
არ დაიწყებთ ღმერთისთვის მადლობის თქმას ამ ხალხისთვის. მოდი ეს აუდიტორია ხებით ავავსოთ. მადლობა ელქავ. Thank you.